გამარჯვებით მეგობრებო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემით ვარ და პირველი შემთხვევაა, როდესაც ისეთ თემაზე უნდა ვისაუბრო, რომლის თაობაზეც ამ გადაცემის ორი უბრწყინვალესი მონაწილე კურსში არ შევიყვანე. რატომ გავაკეთე ეს? რომ მეთქვა არ დამეთანხმებოდნენ გადაცემაში მონაწილეობაზე და ამიტომ სჯობს რომ ასე პირველად და გულწრფელად ვამბობ ამას, რომ ბატონი რომან გურუა, საამაყო კაცი, უდიდეს სპორტსმენი, საზოგადო მოღვაწე, კაცი, რომელმაც პრაქტიკულად არაფრისაგან შექმნა სასწაული ეზოგარემო და ის რაც ადრე მცხეთის სანაგვით ითვლებოდა წალკოტია დღეს. ბატონი ვახშიშვანია პიროვნება, რომელსაც უცხოეთში გამოცდილება აქვს ძალიან დიდი მოღვაწეობის და მისი მართვის სისტემა, მართალია ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ მსოფლიოს 7 ქვეყანაშია და ენერგიული 7 ქვეყანაშია, საქართველოში ეს არავის აინტერესებს. ეხლა ეს რატომ ვთქვი და რა თემაა ესეთი? მე რეალურად იმ პიროვნებებთან ერთად ვიმუშავე, რომლებმაც შექმნეს მხილების მუზეუმი. მხილების მუზეუმი შევქმნით ჩვენ ძალიან დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ სააკაშვილის ეპოქაში, როგორც იტყვიან თუ ამას ეპოქა ქვია, და ნონა გაფრინდაშვილმა გახსნა ის 2010 წელში მეტრო რუსთაველის წინ. ჩვენ ამ დღეებში დავდებთ მხილების მუზეუმი, რომ შემოვატარებთ მთელ საქართველოს. მე მეგონა, რომ ეს ყველაფერი დასრულდებოდა იმით, რომ საქართველოში უკვე სახლებისადმი, ბინებისადმი, სიმდიდრისადმი ტოლვა განწყობა ბევრს დაეკარგებოდა. ხელდობაში მაქვს ხელისუფლებაში თორე ადამიანები ვარსებობთ იმისთვის, რომ ცხოვრობდეთ კარგად, მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოდიხარ, უნდა იცოდე, რომ შენ მსახური ხარ ხალხის და არ მოდიხარი გამდიდრებისთვის. 26 მაისს, როდესაც ჩვენ დაგვარბიეს 2011 წლის, იქ მხილების მუზეუმი იყო გამოფენილი. ყველაფერი დააბრუნეს დარბევის შემდგომ გარდა მხილების მუზეუმისა, ის გაანადგურეს. რა იყო მხილების მუზეუმი? მხილების მუზეუმი გაზეთი პრაქტიკულად ამოიღეს ყველგან, სადაც კი იყო, მოცემული იყო ხელისუფალთა საცხოვრებნი, რა ბინები ჰქონდათ მინისტრებს და სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე ამ დღეებში დავათვალიერეს კიდევ ერთხელ ეს გამოფენა რეგიონებში, რომელიც ჰქონდა, თვითონ ვიყავი ავტორი, ამ იდეის ავტორი მე ვარ და ჩვენ შევქმნით ეს ყველაფერი და რეალურად იყო მართლაც ძალიან შთამბეჭდავად ყველაფერი მოცემული და ვწუხარ, რომ გაანადგურეს ის, რაც მაშინ იყო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის ქონება და ის შენობები, რომელიც ჰქონდათ შევარნაძის მინისტრებს და ჰქონდათ ცხოვრობდნენ კარგად, ბევრი და ხელისუფლების წარმომადგენლები, სააკაშვილის მინისტრები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩემის აზრით არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც ფლობენ დღევანდელი წარმომადგენლები მაღალი ეშელონების. რატომ მანდამაინც მოვიწვიე მე დღეს სასაუბროდ ბატონი რომან გურუა და ბატონი ვახშიშვანია? საქართველოში თუ ვინმე უნდა იყოს მდიდარი კაცი, კანონიერად და სწორად, ეს არის რომან გურუა. კანონიერად და სწორად, ეს არის რომან გურუა, რომელიც ტიტულებით ის, რაც მას როგორც ამ დიდ სპორტსმენს გაუკეთა მაშინ სამინისტრომ და უთხრა, რომ ადიდასის წარმოება ჩააბარეს რომან გურუას. და რომან გურუა რამდენიმე სახელმწიფოში, ეს იყო პირველი წარმოება, საბჭოთა პერიოდია, პირველი წარმოება, როდესაც ჩვენი პროდუქცია გადიოდა იმ ქვეყნებშიც კი ადიდასის დედასამშობლო რო ქვიოდა, იმ ქვეყნებშიც იყიდებოდა იმას, რასაც რომან გურუას და ეს წარმოება აკეთებდა. აი ეს კაცი ზის დღეს აგერა. ამ კაცს აქვს ერთადერთი ქონება, შენობა, იგი სახელმწიფოს აჩუქა. სახელმწიფოს აჩუქა.
ვინც ყველაზე მდიდარი კაცი უნდა იყოს, სიმდიდრისთვის არ უბრძოლია. იბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა ყოფილიყო მაგრად, ძლიერად, კარგად და წიგნის სათაურიც არ მაქვს და ესე იგი უნდა ვთხოვო და უნდა მის სახლიდან მოვიპარო ეს წიგნი, მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში, ასე დაასათაურა და ბოლოში წერია ასეთი რამ, რომ მე არაფერი არ მიჭირსო. ცხოვრობ ძალიან კარგად, არავითარი გაჭირვება არ მაქვს და ბევრი ვინმეს ვეხმარები და გარემოთ შევქმნი ძალიან კარგი და ვიღებ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, ყოველგვარი ქიმიკატისა და იმის და თავისუფლს, მაგრამ მე არ მინდა მარტო ცხოვრობდე ასე მთავრდება ეს. მე მინდა რომ მთელი საქართველოს ცხოვრობდეს ასე. ეს არის უნიკალური რამ, რომელსაც მე კიდევ ჯერ ვერ ვამბობ და ვემზადები, რომ რაღაც სერიოზული ფილმი გადავიღოთ, ეს რომან ურვას კი არ ჭირდება და არჩეს ისტორიაში, რომ ასეთი კაცები ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში. რატომ არის დღეს ბატონი ვახშიშვანია? ბატონი ვახშიშვანია თუ ვინმე მეცნიერების დოქტორია, თუ ვინმე მეცნიერებაში უნდა ყოფილიყო მდიდარი, უნდა ყოფილიყო ვახშიშვანია. ელექტროვაგონ შემკეთებელი ქარხანა თუ ძალიან ბევრი წარმოების დაფუძნებელია ბატონურმა შექმნელია, როგორც თქვენ შექმნელია ეს. რომელზეც გამდიდრდნენ შემდგომ და ხოცავდნენ ერთმანეთს მის შექმნილზე, ხოცავდნენ ერთმანეთს. ეს კაცი მეტროთი და ავტობუსით დადის, დღეს არ აქვს მას სიმდიდრე და ეს არის ყველაზე მდიდარი კაცი. მე სწორედ ის მგონია, ყველაზე მდიდარი კაცი თქვენ მგონი ხართ, რომ საკუთარი თავით დადიხართ და არ გწვენიათ ხალხთან გამოსვლა და არაფერი ხალხისთვის არ მოგვიპარავთ და რაღაც. აი ნახეთ, ყველაზე დიდი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტიტულოვანი სპორტსმენი საქართველოს ისტორიაში, ვინც მართლა მილიონერი უნდა იყოს და მოღვაწე კაცი. მეორე მეცნიერი, რომელიც მილიონერი უნდა იყოს. ამათ შეეძლოთ კანონიერად ეშოვნათ ყველაფერი. მე არ შემეძლო კანონიერად მეშოვნა, მაგრამ უკანონოდ შემეძლო მომეგროვებია იმაზე მეტი, ვიდრე ბიძინევანიშვილს აქვს. მაგრამ შუბლი უნდა გამესქელებია და უნდა უსინდისო გამختارებავე. 97 წელს დავწერე ხელწერილი და ვთქვი, რომ თუ მამა პაპისეულს გარდა სადმე რამე მექნება, ჩუქნით, ვინც ამას აღმოაჩენთ. იმის შემდგომ ძალაშია დღესაც. დევს ჩემს Facebook-ზე, თემურ შაშიაშვილი აკლებეთ ხელწერილი და ამოგიგდებთ ჩემს ხელწერილს. რომ მამა პაპისეულს გარდა დედამიწის ზურგზე არაფერი გამაჩნია, აქციები, რომელიც სახელმწიფომ დაგვირიგა, ისიც კი გელათის აკადემიას გადავეცი, ჩვენი ოჯახი პრაქტიკულად არაფრის მფლობელი არ არის და დღეს აი ამ ოჯახს კიდე ამ ხელისუფლებამ ის გაუკეთა, რომ მე მიხეილ სააკაშვილის და შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის ოჯახების საერთო ბიზნეს $1.5 რომ მოუგე 97-98 წლებში. უკვე ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ეს უკანონოდ, გააუქმა ეს გადაწყვეტილება და ხუთა ესე იგი ბაჟის ფული მე დამაკისრეს და დაკადაღებული მაქვს ყველაფერი არ ვიხდიდი დღეს პრაქტიკულად მე ვარ პირველი რომელსაც არაფერი არ გამაჩნია ყველაფერი დაკადაღებული მაქვს და დღეს მიმიწვიეს და მითხრეს თუ ამინდეს არ გადაიხდი მომდენო წლის ბოლოს პრაქტიკულად ის შენობა მამაპაპისეულის შენობაც არ მექნება მე ამას არ მივსტირი მე არაფერს არ მივსტირი მე ვამბობ იმას რომ ქვეყანა უნდა გასუფთავდეს ქვეყანა უნდა იყოს რომანულო ამბობს ძალიან კარგად თავის წიგნში რომ ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს რომ პოლიტიკაში დაგროვილ ნაგავს გადაამუშავებს უდანაკარგო ჩვენ არ გჭირდება ის რომ თქვა ერთმანეთი ვიჭიროთ ერთმანეთი ვლანძღოთ ერთმანეთი რა და ასე მბრად ჩვენ გჭირდება ის რომ ადამიანებო ხალხო ამ დღეებში მე ვიწყებ დღეს ხმამაღლა ვაცხადებ პირველად ამ იმაზე გაიზიარებენ ჩვენი მეგობრები არ გაიზიარებენ მარტო დამრჩები მარტო გავაკეთებ ბევრი ვიქნებით ბევრი ხელების მუზეუმს ანუ ის ხო გვაქვს გაკეთებული აღმოვაჩენს ამ გაზეთს რომელშიც რა შენობები და რა ქონება ჰქონდათ სააკაშვილის დროს რო გამოვეცით ჩვენ და ეხლა ვიწყებ სწორედ რა ქონება რა შენობები და რა გააჩნია ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს არის მე გარწმუნებ თქვენ იმას რომ 20-30 ბინა აქვს მინისტრის მოადგილეს ხალხო მინისტრად გახდომის შემდგომ 1-2 მილიონის ქონება იყიდა ოპოზიციაშია ხალხი იმაში დაწერა თავისი როცა ჩააბარა საქონებრივი დეკლარაცია გახარიამ დაწერა რომ 9 მილიონი ევრო გადაიხადა პარიზში იყიდა ბინა რომ მიდიოდა იქედან პარიზში ბინა იყიდა ყველას ბინები გააჩნია ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის გარეთ ბიძინა ივანიშვილმა ესე იგი აი უბედურება მოიტანა იმით რომ ფული არა გაქვს დიდარი არა გახარ
სახლები არა გაქვს ბევრი, არა ხარ თანამდებობაზე არ იშლები წესიერი კაცისადმი სიძულვილი ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ეს არის ტრაგედია ამ ეპოქის. ტრაგედია, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ზურს წესიერი ხალხი, ზურს ამ ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებებს ზურდა წესიერი ხალხი და დოღია ამ ქვეყანაში იმ ადამიანების, რომლებიც ხელჩამთაში ცოლები 10,000, 20,000, 50,000 საათებში 100,000, 200,000, 300,000 მანქანები ყავთ ეზოში. ესე იგი გადმოცეს ერთ-ერთი ისისა ამ დღეებში მარეგულირებელი კომისიის ისა თუ ამდენი მანქანა, ამდენი სახლი, ხალხო. აი ვინ უნდა იყოს დიდარი ხალხი, არ გწვენი აქ რომან რურუა. თავის სახელმწიფოს უბრუნებს და თქვენ გაძარცვეთ ხალხი, გაძარცვეთ ქვეყანა და სახლები აიშენეთ. მე ხა ეს უმომეყოლა ამათვის ესენი დამეთანხმებოდნენ ამაში მონაწილეობაზე, არ დამეთანხმებოდნენ. მაგრამ ერთი რამ რაც განსაკუთრებულად მინდა ვთქვა. ჩვენ შემოსვლის წინ აქ შევხვდით ბესიკ გვაზავას. ეს არის დამფუძნებელი ილია ერქვანიასთან ერთად, ნანა კვაშილევასა და დალი ჯორბენაძესთან ერთად ქუჯის ფესტივალის დამფუძნებლები არიან. უნიკალური ფესტივალია. მე უაღრესად ვაფასებ და თუ სადმე ობიექტურად რაღაც მიკერძოების გარეშე რაღაც ნაწილდება, ალბათ ეს ფესტივალია ასეთი. მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ ხალხს ვიცნობ, მონაწილეობდი ამ საქმეებში და აი ამ მათთან ერთად და ვესწრებოდი ამ ღონისძიებებს და აი ბოლოს თეატრში რომ შევიდა. რატომ ვამბობ ქუჯიზე? ვინ იყო ქუჯი? ქონება იცის რა ქონდა ქუჯის ვინმე. დავით აღმაშენებლის ქონება იცის ვინმე. ჩვენი ანალიზით ბატონო რომან და ბატონო ვახში რამდენიმე გვარი ვთქვით, რომლებსაც ყველა მეფეს აწყობდა ერთად აღებული საქართველოში. ყველა დედოფალს რა ქონდა, იმაზე მეტი აქვს კაცს, რომლის არც ვინმეს ტრიბუნასთან ნათქვამი გაუგონია, დეპუტატი კი ყოფილა. არც ვინმეს რაიმე სერიოზული ნათქვამი, ნააზრევი არ გაუგონია, არაფერი. ფულს მაშინა აქვს ზალა, როდესაც იგი წესიერი კაცის ხელშია. დიდარს კი არ უნდა ვებრძოლოთ. უნდა ვებრძოლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვათა გაღატაკებით გამდიდრდნენ, სხვები გაძარცვეს და ისე გამდიდრდნენ. რატო გავიხსენე ქუჯი? ესე იგი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კაცი იყო, მეფე იყო. მაგრამ სულიერად დიდარი მან ის არის პირველ 1000 წლებში საქართველოს რო გაერთიანდა, ქუჯის სახელთანაა დაკავშირებული ის. ქუჯიმ თქვა უარი. ან ქუჯი უნდა ყოფილიყო ერთიანი საქართველოს მეფე, ან ფარნავაზი უნდა ყოფილიყო. ან ერთს უნდა ეთქვა უარი და ან მეორეს. ქუჯიმ თქვა უარი და საქართველოს გაერთიანდა. ეს პირველი 1000 წლეულია. მეორე 1000 წლეულის დასაწყისში 4 კანდიდატი იყო, ან ვერ გაერთიანდებოდა ქვეყანა, ან 4-დან ერთზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ ბაგრატ მესამეზე. ანალოგიური მდგომარეობაა დღეს მესამე 1000 წლეულის დასაწყისში. ჩვენ გონია რომ ერთიანი ვართ, არა ვართ. არა მარტო იმიტომ რომ ცხინვალი, სოხუმი, აფხაზეთი და ესენი არა მარტო ამის გამო. შიგნით ვართ დაპირისპირებული და გიჯგნით ერთმანეთს. პარტიულ სამთავროებად არის დაყოფილი ქვეყანა. ამას სჭირდება მართლაც დიდი გაერთიანება იმ ფორმულით, რომელზეც ლაპარაკობს მეცნიერთა კონგრესი, რომ მთავარი ერთობა, მთავარი სამშობლოა, სადაოში თავისუფლება, სადაო პოლიტიკური ხედვაა, სადაც გინდა იქ იყავი, მაგრამ ყველაფერი სიყვარული. ბატონი რომან რურუა თავის წიგნში ამბობს, რომ ესე იგი ვინც პარლამენტისგან და ხელისუფლებისგან გარბის, შიშით უნდა შევხედოთო, მაგრამ ვინც ვიცით რომ გამოგვადგება, იმას უნდა შევეხვეწოთო, კოჭებში რომ ეთყობა, რომ ის სახელმწიფო კაცია, იმას უნდა შევეხვეწოთო. აი ასე ჩამოაყალიბა ხალხმა ის, რასაც ქვია ეროვნული თანხმობის პარლამენტი 21 სექტემბერს რომ შეიკრიბოს. აშინებენ ძალიან ბევრს იქ დასახელებულ ადამიანებს, მაგრამ სიახლო გამოქვეყნდება ხალხის სია, ხალხში უფრო დიდი სიბრძნე ყოფილა, ვიდრე თქვათ ამას ხელისუფლებები აკეთებენ. მე ხელისუფლებაში ღარიბი კაცი ვერ ვნახე. მე ხوار ვამბობ რომ ვინმე ღარიბი უნდა იყოს, მაგრამ ხوار შეიძლება რომ ხელისუფლების 99% მაინც ან უარყავით თქვენ, ისე უნდა ცხოვრობდეს როგორც ცხოვრობს ხალხი. სხვანაირად გინდა ხალხს დადიოდეს ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იყოს ისე მონაწილეობდეს საქმეში როგორც სხვები, ცხოვრობდეს ხალხის ცხოვრებით. თქვენ ნახეთ პარტიული ღონისძიებები რომ ტარდება რა მანქანები დგას იქ. ნახეთ თქვენ, როდესაც ოცნების წევრი ან ვინმე ოჯახის წევრი იხდის დაბადების დღეს, ნახეთ რა მანქანები დგება იქ.
ნახეთ ქორწილი და რამე რო არის რა მანქანები დგება იქ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უკეთესი საათი აქვს იმაში კი არ ეჯიბრებიან ერთმანეთს ვის კარგი იდეა ექნება ვინც მეც საქმეს დაასაკხავს დაასაქმებს და რაღაცას კარგ გააკეთებს არა ვის აქვს ხავს უკეთესი მანქანა ვის აქვს უკეთესი საათი ვის აქვს უკეთესი ხელჩამთა ვის თოლს აცვია უკეთესად ვის უკეთეს ტანსაცმელი აცვია ეს არის უნახავ მარანახა მოხდა ამ ქვეყანაში გაუნათლებელთა ზეიმ დოღია ეს გაუნათლებელთა დოღი მე შეიძლება არ მომწონდეს ბევრი რამე არიციან კიდე და ეხლა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აცხადებს ხელისუფლება ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აცხადებდა ნიშნავთ მინისტრებს რომელსაც 10-15 მილიონი აქვს უკვე დღეს საიდან ხალხო ამ ქვეყანაში ეს პული ეკონომიკის მინისტრი ვინ დანიშნეთ იუსტიციის მინისტრად ვინ დანიშნეთ ვინ მოიყვანეთ ეს ხალხი საიდან მოიყვანეთ პრაქტიკულად ამ ხალხს ხო ვიცნობ ჩვენ ზოგიერთი ჩვენი ახლობლების მეგობრების ახლობლები არიან ნახეთ ვინ არის მე ხო ქუთაისიდან ვიცნობ ოჯახს ვიცი ვინ იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რამდენი სახლი აქვს ვერ ითქვის დღეს რა დაგემართათ ხალხო ეს არის ქვეყანა თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ამ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენეთ იმით რომ დიდრების დოღია ამ ქვეყანაში და ხალხი ღარიბი კიდე უფრო ღატაკი ხდება ტოებს ქვეყანას თავი გადაირჩინოს ვისაც კიდე ნიჭი და უნარი აქვს მიდის ამობს ჭაობიეს ქვეყანა და არ გაჩერება აღარ მინდაო ის რომ არაბების შემოსევა აქედან ბაჩიაშვილი რომ ჩამოიყვანეთ აქეთ არაკლია ქურდების ხელი და არაკლია იქ არაბების და ამის გამო არაბებს გზა გაეხსნათ საქართველოში აღარ არის მარტო ამაზე არ არის ლაპარაკი 6 მილიარდს უკან რა იმალება კაცმა არ იცის იმ ხელშეკრულების უკან რომელიც ჩინეთთან არის ხელმოწერილი რა იმალება უკან და ვიმეორებ დღეს საქართველოში რეალურად სიძულვილია წესიერების პატიოსნების და ვინც მართლა უნდა იყოს მითხარით ერთი კაცი წერალი საქართველოს მილიონერი მითხარით ერთი ნაღდი სპორტსმენი რომელიც იყო გულიანი კაცი მილიონერი ქვეყანაში მითხარით ერთი რომელიმე ექიმი პედაგოგი რეჟისორი მეცნიერი უკვე თქვი მითხარით აი ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენელი მითხარით ვინც არის მილიონერი ვინც გაძარცვა ხალხი წაგლიჯა ხალხს ვისაც შუბლის ზარგვი აქვს გაწყვეტილი და ვინც ამ ხალხისა ყველაფერი გინახავთ რომ პარლამენტში 57 თუ 61 მილიონერია ტრიბუნასთან არ არის დამყოფი არც ერთ სიტყვა არ უთქვამს ხალხო რა არის ეს არის ქვეყანა მე ვიცი ძალიან კარგად რა მდგომარეობას ჩავაყენე ჩვენი მეგობრები მაგრამ მეც უკვე აღარ შემიძლია ამდენი რამის ისა უკვე რომ ხედავ ამას ყველაფერს და ადამიანები გვეუბნებიან რომ აი ეგ ერთმა პიროვნებამ მომწერა ცოტაო თბილად ელაპარაკებიო ბატონ რომან რურუასო არ შეუძლიაო ბატონმა რომან რურუავრო შეუნტრიოს კარები არ უნდა წავაკითხო აგერ ახლა აი ეს ზუსტად უნდა წავიკითხო ისაც გამომიგზავნო მე ვეუბნები ყველასო ნეტავი ღმერთო უმრავლე ხალხს ქვეყანას ისეთი და ესე როგორც რომან რურუა და მე შემთხვევით არავიზე არ ვლაპარაკობ ასეთი იმით ეს ერთი და მე მეორე მე იმას მომასწავლეთ ვის როგორ უნდა ველაპარაკო მე ფეხქვეშ ვეგები ისეთ ხალხს როგორც რომან რურუა და როგორც ვახში ჟვანია იმიტომ რომ ხალხმა წესიერებით იცხოვრეს და პატიოსნებით იცხოვრეს მე ბევრი ძალიან მძიმე რამ შემხედრია შეიძლება მაგათგან და აღარ მინდა ამ დეტალებზე აქ ვილაპარაკო მაგრამ ჩემთვის ეს ხალხი ძალიან დიდი მაგალითის მომცემი ხალხია და აი ამიტომ არ მინდა რომ ამ დეტალებზე და ამ სხვა რაღაცაზე წავიდე აი აგერ ახლა უნდა ვნახო ალბათ ეს პიროვნება რომ მას გამომიგზავნა საოცარიის მომწერა რომ ესო რა არისო რომ თქვენო ლაპარაკობთო აკრიტიკებთო ნაციონალურ მოძრაობასო აკრიტიკებთო ოცნებასო მაგრამო როდესაცო ესე იგი რომან რურუასო ჯუბერ კოპალიანსო და ამ ხალხსო ცოტაო იმათ ესაუბრებითო ჩვენ ამ ხალხს სიყვარულით უნდა ველაპარაკოთ ამ ხალხს ძალიან ბევრი რამის ვიდრე ეს დამთავრდება მანამდე მოძებნი ამას ამ რომელიც გამომიგზავნეს მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა რომ ჩვენ ქვეყანაში გჭირდება სისუფთავე ქვეყან დადგა მომენტი როდესაც შიშველხელებიან ადამიანებმა უნდა აიღონ ქვეყანაში ქვეყნის გადარჩენის ბედი უნდა აიღონ ხელში და რეალურად შიშველხელებიანებს შეუძლიათ გადაარჩინონ დიდრებიც თორე გარწმუნებთ თქვენ თუ ამ გზით წავიდა ყველაფერი და მით უფრო მხილების მუზეუმს რომ გამოვიდნენ ჩვენ სურათებს რომ აჩვენებთ და რომ გავხსნით თელ რუსთავის პროსპექტზე რომ ვის რა ბინა აქვს და რამდენი ბინა აქვს გადაგლებავთ თქვენ ხალხი
მე გარწმუნებ თქვენ ამას გავაკეთებ შეიკრიბება დავაკვირდები ერთი კვირა ის როგორი აზრი შეექმნება ამასთან დაკავშირებით და ერთი კვირის თავზე რაღაც გარკვეული ჯგუფი შექმნი და მე ჩაუდგები თვითონ ამას სათავეში ისე როგორც ვინმეს ვარ კონდეს სათქმელი რომ კი მაგრამ შენი კაცი არა ხარ ხილების მუზეუმი რომ გააკეთე მიხეილ სააკაშვილის დროს კი პასუხობ მე ვარ მე ვიყავ იდეის ავტორი და მე გავაკეთე ეს ნონა გაფრინდაშვილმა გახსნა ნონა გაფრინდაშვილსაც მოვიწვევით იქ და მას გავახსნევებ და მეთქვი კიდე აი ხო გასენი ის მაშინ რა ქონდათ მაგრამ შეხედეთ რა აქვს იმ მინისტრს რომელსაც თქვენ ხარს უჭერთ არიებთ მას მე ყველას მოგმართავ თქვენ ვინც ინტელიგენციის წარმომადგენლები ხართ დუმილი დღეს ვერაფერს ვერ უშვების თავარი სათქმელი მე ვთქვი გაიზიარებენ ჩემ მეგობრები გაიზიარებენ მე რომან რურუას ვერასდროს ვერაფერში გარდა იმისა რომ მე ვთვლი რომ ქვეყანას ასეთი ადამიანები ხელის გულზე უნდა ყავდეს რაც გაუკეთებია და არა მარტო სპორტში მისი ეზო არის მაგალითი იმისა რომ რა შეიძლება შეძლოს ადამიანმა ისი გაკეთება შეიძლება შეძლოს და ეს შემთხვევითი არ მოხდა რომ დღეს ქუჯის დამამთავრებელის მოვიტანეთ ჩვენ დღეს აქ მოვიდა ბესი გვაზავა მოიტანა ჩანაწერი ამ დღეებში გავა დასკვნითი და ოქტომბრის თვიდან რომ ქუჯის დრო დაიწყება ტელევიზია ქართულზე დღეს შეთანხმდნენ უკვე ტელევიზია ქართულ ტივზე შეთანხმდნენ რომ ქუჯის დრო იქნება როცა ასეთი კაცი ყავდა ქვეყანას ეს უკვე რომელი პირველი 1000 წლეულია დასაწყისია პარნავაზის მეფობის პერიოდია როცა ასეთი კაცი ყავდა საქართველოში როცა ასეთი პიროვნება ყავდა სწორედ ამათზე უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ სწორებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა ვიცი მე შევეცადე ბატონო რომან ბოდის გიხდით რომ წინასწარ არ გითხარით ესენი ყველაფერი მაგრამ მეც ადამიანი ვარ და უბრალოდ რაც მამაპაპისეული მაქვს და იმას მართმევენ და დამიყადაღეს ყველაფერი ეს ერთი დღე და ორი დღე არ არის გაკეთებული დიდი ხანია და უსმენ ყოველდღე ჩემი შვილები უსმენენ იმას რომ ვიღაცა მოვიდა გუშინდა 20 25 30 წელი მილიონები ყველაფერი ან ვიღა ხო იტყვის იმას რომ შენ ან სულელი ხარ ან შტერი მე არ სულელი ვარ მე ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ იმიტომ რომ საკუთარი თავი დავდივარ წვენი ცხოვრობ იმედი ცხოვრობ სიყვარული ცხოვრობ ხალხი როგორც ხალხი ცხოვრობს ისე ცხოვრობ ხალხთან ერთად არც მანქანა მაქვს არაფერი არ მაქვს აბსოლუტურად ცხოვრობ ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 90% არ მშურს ვისაც აქვს აი სიმდიდრე ვისაც არ მშურს მისი ოღონდ თუ აქვს ის ლაშონი ჭკუით გონებით განათლებით და წესიერებით დიდი მადლობა ბატონ რომან პირველი სიტყვა თქვენ მოგესალმებით ბატონებო ბატონო თემურ მე რომ ცოდნოდა რომ ასეთი კრიტიკული იქნებოდი დღეს ვიცი ამიტომ არ გითხარი მართლა არ მოვიდოდი დღეს და არ დავждებოდი აქ გავქნა ბოდის გიხდი ეხლა თქვენი ამ გამოსვლის შემდეგ კიდევ თუ რამე დაგჭა სასართმევი წაგართმევენ იმასაც საქართველო იწოდეს საქართველო მე არაფერი არ მაქვს მამაპაპისეულს გარდა წაი რაც შეეხება ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას ბატონებო შეიცვალა მთელი მსოფლიო დიდარი ხალხი ამბობს რომ ჩვენა ვართ ქვეყნის მმართველები ღარიბები დარჩენ ღარიბად და ებრძვიან ამას დღესაც აი ამ მაგიდასთან ჩვენ ვზივართ ვბრძოლობთ იმისათვის რომ სამართლიანობა იყოს დაცული და სიმართლე იყოს ქვეყანაში როგორ გავაკეთოთ როგორ მოვიქს რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ეხლა ჩვენ ერთმანეთს არაფერი არ გამოვა ამ კრიტიკით და ამ ჩხუბით თავარია კანონის ძალა დავადგინოთ 2500 წლის წინ სოლონმა რო დაადგინა შექმნა 400 საბჭო და აკრძალა საზოგადოებასთან შორის ასეთი მკაცრი დამოკიდებულება ურთიერთკინკლაობა და ჩხუბი და დაწყნარდა ქვეყანა იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენ ისტორია გაკვეთილია ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ცხოვრების და იქ უნდა ჩავიხედოთ და თუ დღეს ვინმე რამეს აშავებს იმან ისტორია არის სოფლიო ისტორია არის თავისი ოჯახის ისტორია არის და ცდილობს გამდიდრდეს გამდიდრება შეიძლება მაგრამ ვისი ხარჯზე სხვისი ხარჯზე კაცო
მე რო წამართვა და თქვენ ეს მიისაკუთროთ რამდენი გაკ ჩემი წაღებული იცის ვინმე მილიონები წაართვეს რომანულს მილიონები ყველა დიდარი კაცი უნდა იყოს ამ ქვეყანაში წაართვეს იმენ რომელსაც წიგნი არ აქვს აკითხული ვინმე აქ აბა წაიკითხეთ ფარცხალაძემ გაგიკეთე ესენი ყველაფერი ვიღაც დავალებით რომ ვინ არის ფარცხალაძე და ფირცხალაძე გასო ვინ არის რომელმაც აიღო ნებართვა ჩემზე მოსმენები სურათების გადაღებები ყველაფერი გააკეთა მცხეთის მთავრობამ თხოვა რაღაცა გამეკეთებია ადგილობრივი იმისთვის საწარმოო გავაკეთე ეს ყველაფერი ამბავი და შეეშინდა იმის ადიდასის წარმოებას აკეთებსო ახალს და ფარული გადაღებები სასამართლოდან ფარულისა ნებართვის აღება ფოტოები მოსმენები სახლის გვერდზე ჩაწოლები და მთელი ამბავი გამიკეთეს და სასამართლოზე მიმიყვანეს და გავიდა სასამართლოზე და მიმტკიცებენ იმას რომ მე ლევი საკუნელს ვუშვებდი ადიდასის ვაი ამათი როგორ აყენებთ ასეთ ხალხს ქვეყნის სათავეში თან კიდევ ქვეყანაში ფარცხალაძე თქვენ ყავდათ პროკურორად რისი პროკურორი იყო საფინანსო პოლიცია თუ რაღაც ამბავი და მე მაკონტროლებს რომ თურმე ადიდასის ადიდასის წარმოება მინდოდა მაგრამ ის რაც მე გავაკეთე იყო მოსამზადებელი ეტაპი იმისათვის რომ ლიცენზია ამიღო ადიდასის ლიცენზია ამიღო და ისევ დამეწყო მუშაობა არ მოცალეს შემოვარდა პოლიცია ღამე და არ ვიცი რამდენი კაცი იყო და დაიწყეს რევიზია რას ეძებთ ვეძებთ რაღაცას კაცო მითხარით რა გინდათ აიო შენო უშვებო ულიცენზიო პროდუქციას აი რამხელა ბრიყვი უნდა იყოს სახელმწიფოს ასეთი თანამდებობის პირზე კაცი სად დაიჭირეთ თქვენ ჩემი საქონელი მეთქი ხო უშვებო არა სად დაიჭირეთ მე უშვებ რას უშვებ ეს რა შენ საქმე ჩემ სახლში მე რასაც ვაკეთებ ჩემი სახლშია და ჩემი უფლებებია სად დაიჭირე მითხარით არა ხო უშვებო სად ნახეთ კაცო ეს გამოშვებული ტერიტორიის გარეთ ნახეთ კიო თურმე დაუქირავებია ტოლვილები ვიღაცა ზუხბაია თუ რაღაცები და ბავშვების ისატელე თუ და თურმე ესენი შემომიგზავნეს რომ საკონტროლო შესყიდვები გაეკეთებიათ და ჩემგან წაიღეს ნიმუში რაღაც სასამართლო რო გაიმართა სასამართლოზე უნდა გამოჩენილიყო ადამიანი ვინც დაზარალებული სახელმწიფო თუ ადამიანი ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდა და ვაჟა-ფშაველაძე მარცხენა მხარეს რო აქედან შედიხარ პირველი მაღაზია იმის ადიდასის მაღაზია და იმის დირექტორი მოიყვანეს აი თქვენ დაზარალებული ხართ და ის კაცი რატო არ მე დაზარალებულიო აბა ამას პროდუქციას რო გამოუშვო შენ კონკურენციას რო გაგიწევს წარმოგიდგენია თქვენ მიზანი კონკურენცია უნდა იყოს ხო და ეს ბიჭი ამბობს რომ მეო წარმოება არ მეხებაო ჩემი უფლებაა გაყიდვაო და მე მომაქვს საკუნელი და ვყიდიო და მოსამართლემ დახურა სასამართლო იმიტომ რომ კრეტინიზმი იყო ამისი შემდეგი გაგრძელება ამ მნიშვნელობა აქვს რა მნიშვნელობა მე მგონი სისტემა არ ვიცი რა სადავსდიო ამათ ხან ერთია ხან მეორე ამბავი ფარცხალაძე ხო და წაიღეს ჩემგან 9 მილიონისისა პროდუქცია წაიღეს და უკან არავის არ დაუბრუნებია ეს კითხეთ ერთ ფარცხალაძემ საწაიღო ეს პროდუქცია ვის მისცა რატომ მისცა რა უფლებით წაიღო რატომ ჩამომართვა რატომ გამაჩერა რატომ დამაყაჩაღა რა დავაშავე ის ფლოკით მე თუ ადიდასის წარმოება გავაკეთებდი იმას რომ მესწავლებია ხალხისთვის კერვა და თუ არ შევეკერიე ის რაც შემდეგში უნდა აწარმოო მაშინ კვალიფიკაცია არ ამაის იქნება ამიტომ რომ ჩამოვა ადიდასის კაცი ყველა ოპერაციას გასინჯავს შეუძლია თუ არა მუშამის გაკეთება და ეს ოხერი ეს უნდა ასწავლო და თუ არ ასწავლეს საიდან მაშინ
ვასწავლიდი ბატონებო და ეს სწავლება ჩამithვალეს იმაში რომ მე ლევის საქონელს უშვებდი. ლევის საქონელი შენ შემოაღ ეხლა ფირცხალაძე რომანოვის გვარით გეიქეცი რუსეთში. რატო არ დააბრუნა საქართველოს? რატოა რომანოვი იქა? იმდენი დანაშაულია კაკა. მაგრამ ბატონო არც ეგონა ალბათ რომ მე ამ ხემდენი წლების შემდეგ ამას ვიტყოდი. მოდი მაცალე კაცო მაცალე ბატონო თავარი რა გათქონდო გასწრაფი. თავარი ახლა თქვენ რას თქვით იმას მე არ ვიტყვი. იმიტომ რომ თქვენ თქვით ეს ამბავი. მე ვიცი რომ დღეს ხელისუფლებაში ასეთი ხალხია მოსული ვინც წაგლეჯვა და წაქებეცა იმაზე არის. იმის შიშით რომ მე ადიდასი არ გამეკეთებია მე დამაქციეს. ხომის წარმოება დავარხული. ბატონებო, წავრობავ. გაიგეთ ერთი ამბავი. სანამ შემოგაქვთ საქართველოში მეორადი საქონელი, თქვენი საშველი არ იქნება. თქვენ იქნებით ყველაზე ღარიბი ყოველთვის. ეკონომიკის ხერხემალია უნდა იცოდეთ, რომ ეკონომიკის ხერხემალი არის მრეწველობა. მრეწველობა არა გაგდა, საიდან მოგაგდა ეს ფული, კაცო? გაუგებარია ეს ხალხისთვის. რას შერთი პირთობ რაღაცას გამოუშვათ უნდა პროდუქცია უნდა ხარისხით უნდა აწარმოოთ გაყიდოთ და მოგება ნახოთ ნაკლები შემოიტანეთ უცხოეთიდან მეტი გაიტანეთ იქით ესაა თქვენი მოგება ალიაბალი არ უნდა მას დიდი ფილოსოფია და აკადემიკოსობა ფული გვაქვს იზრდება რა იზრდება საიდან იზრდება თუ იზრდება რატომ ხართ ასე ღარიბულად მე ბევრ რამეში ვეთანხმები თემურის ბევრ რამეში არ ვეთანხმები იმიტომ რომ ჩვენ 3 მილიონი თუ 4 მილიონი ვართ სულ ყველა არც ერთი არ ვართ იდენტურები ერთმანეთის ზოგი მდიდარი უნდა იყოს ზოგი ღარიბი უნდა იყოს ხო და ამიტომ ვინ როგორ მოიპოვა და რა მოიპოვა ეს არის ხელისუფლების უფლება ჩვენ არ გვაქვს ვინმე კერძოდ დავადანაშაულოთ ბატონი ბიძინაზე რო ვილაპარაკოთ ეს არის ალბათ სასწაული და საოცრება რაც იმ კაცმა და ეს მისი ნიჭის და მისი ხელოვნების უნარია და ყოველ შემთხვევაში არავისთვის არაფერი არ წაურთმევია და ყოველთვის იქით იძლევა და ღმერთმა მისცეს ბევრი და დიდარი ხალხი რო იყო ჩვენთან არაუშავს შეიძლება მეც გავხდე დიდარი რა ეს არ არის ეს თქვენ უნდა იყოთ დიდარი მე კი მაგრამ ვიდრე ბიძინე ავანიშვილის აქეთ ვერ იქნებით დიდრები ბიძინე ავანიშვილს შეეძლო ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეექმნა და თქვენ მეწერა ვიცით თქვენს მინდოდა ისე დავასრულებ ახლა ბატონი რომანის გაუჩერეს ეს იმიტომ რომ ბატონი რომანის წარმოება რო გამართულიყო წონით ვეღარ შემოიტანდნენ უკვე ჩინეთიდან და სხვა ჩინეთიდან პროდუქტები ესაა მთავარი და ამას არ ამბობს ესე იგი ამას დაუპირისპირდა დიდი მაფია აი ვისაც წონით შემოაქვს სიმბირიდე ვისაც მეორადი საქონელი შემოაქვს როგორ შეიძლება რომ აი საქართველოში არის მეორადი საქონლის მაღაზიები აბა სირცხვილი არ არის ყველაფერი მეორადი კომპიუტერი მეორადი მანქანა მეორადი ტანსაცმელი მეორადი ყველაფერი საჭმელის მეორადი აწმელი მე ყველაფერი მეორადი გინახავს ამნაირი რა და რა თქმა უნდა იქნები მდიდარია მე წავალ ახლა ამ ფულს ვისესხებ ბანკიდან და მოვიტან და დავისხებ ვაჭრობას როდის იყო ვაჭარი ნორმალური ქებული და რაღაც ვაჭარი აქ ვიყიდე ეგერ გავყიდე და ჩაიდო მოგება ჯიბეში შექმენი პროდუქცია უნდა შექმნა პროდუქცია და ის არის ფასეულობა და არა შენ სხვაობა მოხსნა იმ თანხის ეს ვაჭრის უფლებებია და ღმერთმა არიან ესეთი ხალხი და დავიან საქმე იციან და ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგაში ჩვენ კიდე რაღაცას ვერ ვიტყვით მაგრამ რა ბრძანეთ როგორც მე მქონდა ბატონებო ადიდას შეწარმოება არ არის სეკრეტი არც საქართველოს უჩუქებია ეს ჩემთვის და არც კიდევ სხვას ეს მე საჩუქარივით გამიკეთმა ერთ-ერთმა სახელმწიფომ ადიდასმა მხარი დაუჭირა მაგას და მე დამნიშნეს იმის პირველ დირექტორად მე ვარ ვთქვი და დამენიშნეს სხვა დირექტორად იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი საქმის წარმოება და რაღაცები მითხრა როცა ვიქნები მაშინ შეიძლება ვიგავხდე დირექტორი დაველოდე ამას 3-4 წელიწადი და შემდეგ მე არჩევნები იყო და მოვიგე ეს პირველი არჩევნები რომელიც იყო დამნიშნეს დირექტორად გავხადე ჩემი წარმოება სანიმუშოდ
ამ წლების განმავლობაში და ერთ-ერთი იქ სადაც იყო უნიკალური წარმოება დღეს საწყობები აქვს გაკეთებული. ხო, და დღეს საწყობი გამაკეთებია და ამ ვაჭრებმა მოიტანეს ეს მეორადი საქონელი და ყიდიან და მე კიდე უყურებ ამას შორის და ესენი საფირისტები და ბოდიში და ჩატლახები გამოდგენ ეგერის ვაფშე. ხო. და ეგერა. ბატონობა ახლა აგერ თქვენ ბატონობაში თქვენი მოსაზრებები. მე რავი თქვენს პათოსს რა თქმა უნდა უერთდები. და მე მგონი ცოტა დავაგვიანებთ კიდევაც საყვირალია ჩვენ ყავს კრიმინალი ხელისუფლება და აქედან მოდის ეს ყველაფერი და ჩვენ ენას ვიჩლებთ და არ ვამბობთ ამას ყავდა და კრიმინალი არა მარტო წინაც ყავს რა თქმა უნდა ჩვენ ესე იგი აღარხა ისტორია არ მინდა მოვყვე მაგრამ აი კრიმინალების мама და მექთამეობის ესე იგი ქურუმი იყო ჟავანაძე და მისი ცოლი გაათახსირეს უნივერსიტეტი და ყველა ინსტიტუტებში ყიდიდან ადგილებს და ეს ჩვენ ვიცით. ამ ტალღაზე მოვიდა შევარდნაძე რომ აი ამ ესე იგი ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ საბრძოლველად და არაფერი არ შეცვალა პირიქით გააძლიერდა ყველა ვიცით რომ რაიონის დივანი 150,000-მდე ღირდა თანამდებობა ეს ვიცით ქართლის დირექტორი იყო 50 და ესე ტაქსა იყო გაკეთებული. ამის შემდეგ ნუ პატარა ზვიადის პერიოდი რა უნდა ის საერთოდ არ შეიძლება ამ იმაში განვიხილოთ და მოვიდა ისევ შევარდნაძე და არაფერი არ გააკეთა და ვერ გააკეთა. მე გუშინ წინ უბრალოდ სახში აღმომაჩნდა წიგნი წერილების ზურაბ ჟანიაზე. და ამ წერილებში ახლა ემოციებია რაღაცებია ბევრი არ მინდა მაგრამ თედო ჯაფარიძის მოგონებები არის საკმაოდ დიდი რაოდენობით ფურცული და პროკურორის არა თედო ჯაფარიძე დიპლომატი მე საგარეო მინისტრი იყო და როდესაც აქ რევოლუცია მოხდა იმ დროს ის უკვე 8 წელი ზედიზედ იყო ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის აღწერს ზურაბ ჟვანიას მოგზაურობას და იქ ესე იგი პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს და ასე შემდეგ მის მოღვაწეობაზე. ახლა ეს შორს არ გვიმას, მაგრამ რა მინდა თქვა, ვის და ვის არ შეხვედრია. აი ოლბრაიტი იყო, კლინტონი იყო პირველად იმ წლებში, იმათი თანაშემწეები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ის ხალხი, ვინც აი რო ამზადებს გადაწყვეტილებებს და რომ შეარდა ფაქტიურად იმან თუ გააკეთა მე ის გადის ბოლომდე ასე იყო 22 მილიონი რომ სრულიად ზედმეტად ესე იგი გამოუყვეს საქართველოს და მოკლედ ბევრი რაღაცა რას მინდა ხაზი გაუსვა ეს ხაზგასმული აქვს თვითონ თედო ჯაფარიძეს ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საქართველოს ხელისუფლება თვითონ შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტიდან გამომდინარე ნუ ჟვანიას იქ რაღაცები ჰქონდა თავისი ხარიზმა და რაღაცები და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. ერთი და იგივე ტექსტით ყველა დონეზე ეუბნებოდნენ ამათ. ხარდაჭერა ჩვენი გაქვთ. ჩვენ ესე იგი დახმარებას იქ ხორბალი იყო რაღაცა იყო ყველა ბეჭდი იყო ლაპარაკი. როგორმე უნდა მოუვაროთ კორუფციას. პირველივე დღიდან შეერთებული შტატების თემი ხელმძღვანელობა და სხვაზე არ ვიცი ჯაფარიძე იქ ელჩი იყო და ამიტომ ის ამაზე წერს. ყოველ შეხვედრაზე, ყველა დონეზე ისინი ეხმეწებოდნენ ამ ხალხს მოსწრეთ ქვეყანაში კორუფცია არაფერი არ გამოგივა თუ კორუფცია არ დაამარცხეთ. ახლა რას დაამარცხეთ და შაბათნაძე თვითონ იყო კორუფციონერი პირველი ყველა ვიცით რომ მოსკოვში დიდი თანხები მიქონდა და ამით გაიკეთა იქ ავტორიტეტი და ასე მოხდა მე იქ და ამის თქმა მინდა რომ აი იმ კაცმა ისე გამძლა მოვიდა სააკაშვილი ისევ კორუფციის დამარცხების ლოზუნგით გახსოვთ კორუფცია და ამ გაყიდვებულ პოლიციელებს სამმანეთიანების აღება აუგზალა და თვითონ მილიონები და აღარ თქვენ თვითონ თქვით რამდენი მილიონერი და ახლა ის ვანო ის არაფერი მაგას მერაბიშვილი იმას ყველაფერი რაც ქონდა იმას არ გვინდენ ჩამოაყვა რამე არის მილიონერი და აქვს უამრავი რაღაცები და ასე არის უყველა არავის არ ჩამოაყვის ახლა
ამათი დამარცხებაც ამ ლოზუნგით მოხდა. მოვიდა ბიძინა და პირველ რიგში ეს ფულიანი ხალხი, თაღლითები, აფირისტები, ყველა გვერდში ამოიყანა და რომ გამარჯვება უნდა და იქ პარტიები და მოიყვანა ბევრი წესიერი ხალხი და ყველა გაყარა ნელ-ნელა. რას უნდა ველოდოთ ჩვენ? არ შეიძლება ენა მოჩლეკით ამათთან საუბარი. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვა, ჩვენ დღეს გვყავს კრიმინალური ხელისუფლება. ეს პატარა ბიჭია პრემიერ-მინისტრი, რაც ამას ეთქობა, როგორც უნდა ისე ათამაშებენ და ამ დროს ინტელექტუალია, ჭკვიანი ბიჭია. ვახში ბატონო, ძალიან გთხოვთ რომ ნუ შევეხებით ეხლა დიდებს და პატარებს და რაღაცებს, ჩვენ გვაქვს მოკლე საუბრო რაღაცა. 30 წელიწადია თუ 40 წელიწადია, აი ეს რასაც არ ვეხებით ისინი გვჭამენ. თქვენ რა გონიათ ის აი ეს ენაბლუები რომ არიან და იმასთან არ მიდიან და მილიონებს რო აკეთებენ, ისინი იქ ვინ მიიყვანა? ის ერთი კაცი წვიტავს ყველაფერს, ხალხო არ შეიძლება სისტემა უნდა შევცვალოთ. მე გეუბნებით აგერ იყო კაცი გუბერნატორი ყველაზე წარმატებული, ეკონომიურად, ტექნიკურად, მორალურად, ყველანაირად. რატომ არ წამოაყენა ეს კაცი პრემიერ-მინისტრად შევარდნაძე იმდენი წლის მანძილზე? ჩემი მეგობარი იყო გია არსენიშვილი, ძალიან ახლო მეგობარი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით ის, ერთ კორპუსში ვიყავით და ასე შემდეგ. კაც არანაირი დიდი განსაკუთრებული წარმატება არ ქონია გუბერნატორის პოსტზე კახეთში. ის მოიყვანა და მინისტრთა საბჭოს, მაშინ სხვა ერქვა სახელმწიფო მინისტრი დანიშნა. ვაჟა ლოთქიფანიძე დღესაც მეგობრად თვლი და კარგი კაცია, მაგრამ არანაირი გამოცდილება არ ქონდა მას აი სამეურნეო და ეკონომიური ხელმძღვანელობის. კიდე გეკითხებით, შევარდნაძემ რატომ არ წამოაყენა ეს კაცი, როცა ამას ოფიციალურად ქონდა თავისი ბიუჯეტი უამრავ კარგ საქმეს აკეთებდა. ეს ბიუჯეტი რაც თავარია, ესე იგი გროვდებოდა ყველაზე მეტი რეგიონებში. ყველაზე მეტი გამორჩეულად უამრავ არ უნდა ერთ-ერთი რახან დავიწყე დავამთავრე. არ უნდა მას სუფთა და გაუყვნელი ხალხის წამოწევა. ისე როგორც ბიძინას არ უნდა სუფთა და გაუყვნელი კაცის წამოწევა და სულ ამ თაღლითებში და აფირისტებში. ასია ბატონ რომანი. ასია და მე პირადად 5 წლის წინ როცა ბიძინამ გვახარა რომ აი ახლა წავიდე ევროპაში და იმუშავეთ იქ ესე იგი შავ შემატო, მაშინ თქვი კაცო, მაშინ მიყვირე ეს კაცი 10 წლის თავზე ახლა გვეუბნება რომ იქ წავიდა. რო გითხრა რომ აქ სამუშაო ადგილებს შევქმნი, $1 მილიარდ ჩავდებ სოფლის მეურნეობაში, ავაშენებ 100 საწარმოს და ქარხანას. სად არის ერთხელ ჯვაზე ხომ არ შეიძლება პირველი კაცი იყო, ელიტის წევრი იყო და არანაირი შენი სიტყვის პატრონი არ იყო კაცო. ეს როგორ შეიძლება ჩვენ მიგვაჩვიეს და ჩვენ ახლა გვეშინია ამის თქმის კიდე. ყველაზე დიდი უბედურება არის ის რომ ინტელექტუალური ხალხი, ჭკვიანი ხალხი, განათლებული ხალხი, რომელიც ყველაფერს ამას ხედავს და შიშით ანდა გამორჩენის მიზნით სრულად საწინააღმდეგო რაღაცას ლაპარაკობს. აგერ აქ ჩვენი ტრიბუნიდანაც არიან ასეთი ხალხები, ადამიანები, რომლებიც დღე-დღე ესე იგი რაც არ უნდა სისულელე გააკეთოს ხელისუფლებამ, მაშინვე გამოდის და აქებს, ადიდებს და ასე ვთქვათ, აპრავებს აი ამ სისულელეს. აი ეს არის და მე მინდა გითხრათ დავათახსირებ ბატონო, მე მინდა გითხრათ რომ სიხალბე შეჭამა ქვეყანას. შევარდნაძე ორჯერ შემომთავაზე ყოფილიყავი სახელმწიფო. ბატონო დავასრულე რა ჩავიდგინე. მე ახლა მიყავ ჩემი გადაცემები და აი აქ ორი მეცნიერი მყავდა, 2-3 არის მეცნიერების დონე როგორ არის ესე იგი დეგრადირებულია რა ფაქტიურად. ესე იგი ვისაც უნდა სადოქტოროს ბევრი არაფერი არ უნდა ვიღაცა დაიქირავე რაღაცას დაგიწერს, მე ვიღაცას თამები მიეცი გადიხარ და ისავ სადოქტოროს. და ამიტომ ჩვენ დღეს ეთქობა სოფლიოში პირველ ადგილზე ვართ 1000 კაცზე დოქტორების რაოდენობით. ამ დროს არანაირი მეცნიერება ჩვენთან არ არის, არანაირი კვლევები ჩვენთან არ ტარდება და თუ ვინმე ატარებს, იმის წინააღმდეგ არის შურიანობა და ღვაწლიანობა და მთელი ამბავი უამრავი მაგალითები მაქვს ამისი. თქვენ შეხედეთ მე და ქალბატონი მიდან რა ქვია
ელენე გეგერშიძე ხომ დავიარეთ ეს 21 უნივერსიტეტი რა მდგომარეობაშია ეს უნივერსიტეტები არანაირი ესე იგი იქ სასწავლო პროცესი რომ არ იგრძნობა აი ესე იგი ისე როგორც მინისტრთა საბჭოში ესე იგი დაცვა იქ დგას იქ არ შეიძლება შესვლა არ შეიძლება ამას ის დრო არ აქვს რას გავს ხალხო ეს მე უნივერსიტეტი დავამთავრე ჩემ დროს ისა რაგვია ხარაძე იყო არჩილი რექტორი და მე ბოლო კურსზე მომისრო ბატონი ილია ვეკუას სულ სხვა ატმოსფერო იყო სულ სხვა მდგომარეობა იყო სულ სხვა ავტორიტეტი ჰქონდა მეცნიერებს დღეს რა ავტორიტეტი აქვს მეცნიერებს ერთი ნორმალური მეცნიერი არის იმაში პარლამენტში ერთი ინჟინერი თუ არის ინჟინერი სპეციალისტი ან სოფლის მეურნეობის სპეციალისტი თუ არის ვინმე გამოყარეს უყელა შეაგროვეს კიდე გეუბნებით ესე იგი იურიდიული განათლება რომელიც გამგებარია სად მიიღეს ოღონდ დიპლომი აქვს და ზიან იქ არც სიტყვას ამბობენ არც პროექტს წერენ არც კანონებს წერენ ერთადერთი მოვალეობა ბიზნეს კარში დაუყრან და რასაც ის ეტყვის ამას რომ ვიღაცა იტყვის იმას ხარი დაუჭირო კანონები არ იქმნება ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა არის სამართლის დამყარება თქვენ თქვით ბატონო რომან სამართლის და სამართლიანობის დამყარება არის ეს ჩვენთან აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის უნდა შეგვაჩვიონ რომ არ იქნება სამართალი და შენ ეს უნდა მოითმინო აი ამაზე მუშაობს ბატონო ვახში სამართალსა და სიმართლეს შორის დიდი სხვაობაა სამართალი შეიძლება იყოს არამართებული მაინც სამართალია სიმართლეზეა ლაპარაკი სიმართლეს ნეობრივი კატეგორიაა და ამიტომ სიმართლეზე უნდა ვილაპარაკო ბატონო რომ ამაში მე ისე მინდა ბატონო ვახში გითხრათ რომ მე ორჯერ შემოვთავაზე შემარნაძემ რომ ყოფილიყავი სახელმწიფო მინისტრი ანუ პრემიერ-მინისტრი იმაზე მაგრამ კანდიდატზე ნახე რა იყო მახეცად იყო და კიდე მე ვეუბნები რომ მე კი ბატონო ვარ მივიღებ ოღონდ მე შევადგენ მთავრობის შემადგენლობას და წარმოგიდგენ თუ თქვენ ამ მთავრობის შემადგენლობას მიიღებთ მთავრობა დანიშნულია მეუბნებია თქვენ თუ მთავრობა დანიშნეთ მე გვარები ჩამოუთვალე იქ და ეხლა არ ვმალავ ეხლა ამას მე ვთქვი მე შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მინისტრად მაშინ ჩხარტიშვილი იყო და ესენდესინ მე წარმოვიდგინოთ მე ჩვენი მომენტი თუ თქვენ ესენი გინდათ მაშინ იყოს და ნუ ესე არ მაგრამ ეხლა დღეს არის ვინმე რომელიც თქვა გაბედავს იმას და ეთქვის და მე არ მინდა პრემიერ გამოდის ეხლა დღევანდელი პრემიერ-მინისტრი კი არ მოწონს ბატონობას ვარ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი რომ იმას იტყვი რომ ჩვენ 9 წელია ხარ 9-10 წელია ხარ ხელმძღვანელი უმრავლესობის ან პარლამენტის თავმჯდომარე ხარ ან მის უმრავლესობის ლიდერი ხარ ან პრემიერ-მინისტრი ხარ 9 წელია პირველი პირი ხარ პრაქტიკულად ქვეყანაში ხო და ლაპარაკობ რომ ჩვენ იძულებული ვიყავით თუ აგენტები შეგვეყვანაო და აგენტი ყოლობდა პრემიერ-მინისტრიო ხალხო ნუ რაზეა ლაპარაკი უბრალოდ ვინ თქვა კაცო ეს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელმა კობახიძემ თქვა აგენტი შეგვიძლია დიახ ბატონო რომა თქვენ ბევრი რამ მე უბრალოდ ხა ზოგჯერი ამისი იცოდა რომ აგენტი არა მარტო გახარია ხებზე თქვა რომ აგენტ პირდაპირ წაგიგითხავ ჩემს გვერდზედებს რომ ჩვენ იძულებული ვიყავით გარკვეულ პერიოდში აგენტები შეგვეყვანა და ერთი პერიოდი პრემიერ-მინისტრიც კი დავეთანხმეთ რომ ყოფილიყო აგენტი უცხო ქვეყნის აგენტი თქვენ ვატყუებდით კაცო და მე გადმოცეს უკვე როგორ ლაპარაკობენ გახარიაზე რომ ბიზინა გამოდის და ამბობს ეს არის ქვეყნის გადამჭენი გამოდის კობახიძე და ამბობს ეს არის ქვეყნის გადამჭენი და ასე შემდგომ სასწაული რამეები რას ამბობენ ღარიბაშვილი ახლა მე რაც მithქვავს იმას ვიმეორებ ბატონომას არ მოწონს ესეთი ისინი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი იყო რაზე გამოდიან ორჯერ დააბრუნეს იმიტომ რომ პირველი პრემიერ-მინისტრი წავიდა ხმა არ მოიღო გაჩუმდა დააბრუნეს და ეხლაც წყნარად 1000-მდე კაცი არის შინაპატიმრობაში დღეს პრაქტიკულად საქართველოში ესენი არიან ყოფილი მინისტრები მინისტრის მოადგილეები სხვა თანამდებობის პირები და ეუბნებიან გავიმარჯვებთ არჩევნებში თუ არ გავიმარჯვებთ მე მაინც ხო ჩვენი ვიქნებით რაღაც დაშვი არ შეიძლება რიჟვაცის საკითხი როცა ამის შემდგომ რაც მოხდა მაგრამ აი აგერ თამარ მეფე მიდევს უმიტას მე რა ნახეთ რა ითიცხება თამარ მეფე რომ მოდის მეფეთ ურთხევის დროს შიშველ მოვალ და შიშველავდა მეგულების განსვლა ამიერ სოფლით მეფე ლაპარაკობს ამას არაფერი ამ ქვეყანა ჩემი არ არის თქვენიაო ხალხისაო მე გამგება მომამაღლა იმიტომ რომ თქვენ კარგად გაცხოვროთ ნახეთ აი როგორი სიტყვებია შიშველ მოვალ და შიშველავდა მეგულების განსვლა ამიერ სოფლით
ყოველივე ამ ქვეყნიური აქვე დარჩება, არ არის აქ ჩემი საკუთარი და სამეფო ჩემი, კუტილებაა თქვენი. მე ამამაღლა განგებამ მისთვის რომ თქვენ და საკეთილდღეოდ ავამაღლო სამეფო და გადაშევდეთ მე ამას თქვენს გარეშეო მიმართავსო. ანუ თქვენ გაცხოვროთ კარგად, იმიტომ მოვედი, მე იმიტომ ვარ მეფეო. შეიძლება რომ შენ მოდიხარ, იმიტომ რომ შენ დიდრდები. აი ხა დღეს თქვენ თქვით აქ ბატონო მაშინა მინდა გითხრათ რომ ეკონომისტების მიხედვით და იურისტების მიხედვით საქართველოს 100,000 კაცზე გაანგარიშებით სოფიოში პირველ ადგილზეა. ანუ 100,000 კაცზე ჩვენ ყავს ყველაზე მეტი ეკონომისტი და 100,000 კაცზე გაანგარიშებით ყავს ყველაზე იურისტი. ქვეყანას ეკონომიკა არ აქვს და ქვეყანას სამართალი არ აქვს. და ამ ქვეყანაში ჩვენ ეკონომისტების და იურისტებით ვართ პირველ ადგილზე. ჩვენ დღეს ძალიან სწორად ითქვა, მე ბატონ რომანს გონია ვინმეს რამე უნდა წავართვა და არაფერი. ჩვენ ვამბობთ რომ ნულოვანი პრივატიზაციაზე მიიღე რამე? კი ბატონო, ხომ მიიღე, არავინ არ გართმევს. ჩვენი პოზიცია რა არის, პროგრამებში გვიწერია. შენ აიღე სესხი რომ მოვიდა, კუპონები რომ მოვიდა და ესე იგი სესხი აიღე და გადაამრა მაშინვე ხო გახსოვთ როგორი ფული იშოვეს რა? მიიღეს კუპონი, სახში არ მიდიოდნენ ბანკში, აყრდნდნენ დოლარში და პრაქტიკულად 1000 ჯერ ნაკლები, $1000 ერთ კუპონში შეიცვალა. ისე გამოვიდა ხო ყველაფერი, გამდივდნენ ხო? არავინ არავის არაფერი არ უნდა წაართვას. უნდა უთხრათ რომ შენ 20 სახლი გაქვს, საიდან ეს 20 სახლი რო გიწერია, შენს დეკლარაციაში გიწერია რომ 10 მილიონი სახლები გაქვს. 10 მილიონი სამუშაო ადგილი შექმენი. ხო წაიღე ნულოვან აუქციონზე ყველაფერი ხო იყიდია რა 100 მილიონის იყიდე 1 მილიონად. შექმენი 90 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ქვეყანაში ხდება სამუშაო ადგილი, როგორც ბატონი რომანი ამბობს 60 სფერო. როგორ შეიძლება ეს რომ გარედან წონით შემოტანილი საკოლით ასია ბატონ რომან ხო? დიახ ბატონებო, დიახ და გრძელდება ეს ეხლა კი არა რამდენი ხანია. შეიძლება წონით შემოქონდეს გაზო ადიდასი და ისინი ფაბრიკები, ქარხნები მოსვე და შემოგაგიგიდა. როგორც თქვენ მოგიწყეს ბატონო რომან, მოგიწყეს თქვენ ძალიან მძიმე აქცია. ოტიევსელიანს და ჩვენ 97 წლის 1 აპრილს როცა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე ხევს გავდით მიხეილ სააკაშვილმა და მოქალაქეთა კავშირის გუნდმა მოგვიწყო აქცია მთელი ბაზრობედის. რატომ? მე აბძალე ქუთაისში ვაჭრობა თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტების. მე ვთქვი რომ არავით არის ფეხსაცმელი, არავით არის ტანსაცმელი, არავით არის საჭმელი თურქეთიდან, არც ფათოღლი ფქვილი, არც არაფერი. ამას მოყვა მთელი აქცია და 100,000 კაცი ჩამოვიყვანეს, მთელი ბაზრობები ჩამოვიყვანეს ქუთაისში, რომ მე არ დავიხიე უკან, არც ეხლა ვიხევ. უკან შევანაძე მეხვეწებოდა შეცვალე გადაწყვეტილება, არ შემცვალე გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვიყავი, ერთი ქალაქის მერი ვიყავი და კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ რეალურად მოერევით ამას ყველაფერს. ქვეყანას ყავს კაცები. რომან ურვა როცა არის ქვეყანაში. არიან ქვეყანაში ბატონი ესე იგი ჯუმბერ კოპალიანი ჩაუდგა სახელმწიფო კაცების როგორც პატრიარქმა ძალა და შაუდგა სათავეში და სასწაული რამე იქნება. ეხლა დღეს ქუჩაში რო გახვიდე გეტყვის, არქი აშენებს ყველაფერს, ხო? ეხლა ამ დღეებში გამოქვეყნდა პროექტი. მეფე დავითი ხო არის ვის რა აშენებული. ორჯერ მაღალს აშენებენ მეფე თამარს. ყველაფერს თავი დაადებო მის გვერდით, მეფე დავითის გვერდით. ან იმის დონეზე გააკეთე, ან რაღაცა მოაწესრიგე, არა, არქი არის კალაძის და ეხლა მიდის იმაზე არიგებენ ამას ყველაფერი. საქართველოს არის ხალხის. აი სხვანაირად ეს ქვეყანა არ შეიცვლება. მე თქვენ აი ბატონ რომანსთან ყველას ვეუბნები. მე თუ ხელი არ შემიშალებ და ცოცხალი დავრჩი. მე ისეთ იმას გავაკეთებ, ამ ერთი წელი ჭირდება ამას, ისეთი ხილების მუზეუმს გავაკეთებ, რომ იმის შემდგომ ამ ხელისუფლებას თუ ვინმე თუ შეცვლის ხელისუფლება პოზიციას მე მხოლოდ მივესალმები ამას. არ შეიძლება რომ ქვეყანაში სიმდიდრით მოყავდეს ადამიანი მინისტრად, მინისტრის მოადგილედ, მერად, გუბერნატორად და არ შეიძლება ამდენი პოლიციელი, პროკურატურა და უშიშროება მოიყვანო ხელმძღვანელებად. არ შეიძლება უშიშროება მართავდეს ქვეყანას. არ შეიძლება საქართველოს ეს ნიჭის ქვეყანაა ეს არის ინტელექტთან დაკავშირებული ქვეყანა. როგორ შეიძლება მე გარწმუნებ თქვენ რომ ის სახელმწიფო კაცების აგრებულო შეიქმნას. აი ესეთი კაცი როგორც ბატონი რომან ურუა, მებრძოლი ჩაუდგეს ამება სათავეში და მე ხო არ ვწყვეტ ამას, მაგრამ მე პირობიდან ჩემას ვამბობ და იქ იყვნენ აი დიდი კაცები რომლებსაც მართლა ბეჭი აქვს ჩადგმული ქვეყნისთვის და პრემიერ-მინისტრი და ისინი უსმენდნენ ამას და ვერავინ ვერ დააჯდება თავზე. აი სწორედ სახელმწიფო კაცების იქნება ეს ყველაფერი. ამას შეიძლება ეკლესიის მხარდაჭერა, ამას შეიძლება ყველას ერთობა. რატო გვინდა რომ ვიღაცას ბიძინე ალმანიშვილი დაღუპეს მისმა თაშიშკრელებმა? სააკაშვილი დაღუპეს მისმა თაშიშკრელებმა.
შევარდნაძე დაღუპეს მისმა თაშისმკვლელებმა, გამსახურდიას დაღუპეს მისმა თაშისმკვლელებმა. კარვის ქალებიდან მოყოლებული გახდნენ იზრდება და მოდის და ეს ვერ მოვერიეთ ამას ვერაფერი ჩვენ ხელისუფალი რომელიც ვერ ერევა მისივლი მაფიას და არ დგას ხალხთან იგი ხელისუფალი არ არის ხელისუფალი არის ის რომელიც ლეწავს მაფიას ხალხს კი არ იჭერს არამედ ლეწავს მაფიას არ ქმნის არ აძლიერებს ქურდი შეიძლება აძლიერი იყოს ამ ქვეყანაში და ნახეთ რამდენი ქურდი ჩამოვიდა დაელაპარაკეთ პატარა ქვეყანაა ეს გვასწრიან იმას მე აგერ ბატონ რომანს მინდა უთხრა სასამართლოდან შემოგვითვალეს მეცნიერთა კონგრესს უსმენთ მოსამართლე ორმა სხვადასხვა მოსამართლე შემოგვითვალა უსმენთ თქვენს გადაცემებს გადასარევია მაგრამ თუ ინტელიგენცია არ გააქტიურდა ჩვენ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ვართ ანუ მოსამართლე გეუბნება მე ვიღებ იმ გადაწყვეტილებას რომელიც არ აწყობს ხალხს და ქვეყანას მაგრამ აწყობს რაღაც გარკვეულ ჯგუფს ხელისუფლებისას მაგრამ ჩვენ ვერ შევცვლით მარტო ამას თუ გარეთ ხალხი არ გააქტიურდა ეკონომიკის იმედან სადაც თქვენ ხალხზე დადიხართ და რომ ამდენად გაგი იქიდან ორი-სამი პიროვნებისგან მოვიდა ასეთი აზრი უდიდესი სიმდიდრეებია რომელსაც დამუშავებულია გაკეთება შეიძლება მაგრამ ელოდებიან უცხოელს ელოდებიან სხვას ელოდებიან რა სიტყვის ბიძინა თვითონ შეყოს თავი შეგნით თვითონ შეყოს თავი ხო თვითონ ხოდა ამისი თვითონ შევიდნენ შეგნით არავინ აგერ ამ გაკეთებული უამრავი რამდენიმე გვარი მითხეს როდესაც თურმე აგერ შესწავლილი აქვს რაჭაში ლეჩხუმში სხვაგან ბევრი რამე გამზადებულია ყველაფერი გამზადებული აქვს და არაძლევენ საშუალებას რომ გააკეთონ იმიტომ რომ იქნებ შემოვიდეს ირანელი არაბი ჩინელი რუსი ჩაუდგენ წილში უნდა ჩაუდგენ რუას გადასარევად აქვს რომ ფულის საკითხი როგორია და ეს ხდება საზღვარზე რომ გარედან რო შემოვიდეს პროდუქტი რო იყიდება ჩვენთან ის ფულს რას ვარ გაიტანს საკედან აქ ყიდულობს ახურდებს ამას და მე აქვს დოლარი მიდის დოლარი მოწე შენი ფული გავდა ის ჩენჩი რა იყო ბატონი რომანისთვის რომ ხარი დაეჭერათ რა იყო საჭირო ისევ როგორც ქუთაის ავტოქარხანაში რო ვაწარმოებდით დავიწყეთ მანქანების აგრება იქ რა იყო საჭირო მარტივი რამე იყო საჭირო რაც ქვეყანაში არ გვაქვს და ვინმე შემოაქვს გარედან ნულოვანი იყოს ბატონო გადასახადი მაგრამ რაც ქვეყანაში გვაქვს არ ვინმე აწარმოებს კაცი ადიდას როგორ უნდა შემოატანიო ჩინეთიდან პომრობით და ტონობით ადიდასი და იმის გამო რომ იაფი არისო საუნშევარი დავტოვეთ ნახევარ ხოდა ჩვენი ხალხი მუშევარი დავტოვეთ ძალიან მარტივია ყველაფერი ამის გადაწყვეტა ეს წერია ამ მექანიზმებში არის ძალიან კარგი გადაცემა იმითაც თუნდაც რომ აი ხო ხედავთ არ მაცალეს მეც ბევრი რამ მეც არ მაცალე იმათიკეთ აი გათახმებით მე თქვენ ბატონ რომან იმაში და მე თქვენ ხართ ჩემთვის ერთ-ერთი ნათელი პიროვნება მებრძოლი კაცი და შექმნელი ხა გეწყინება რასაც ვიტყვი მაგრამ არ მიპასუხავ იმაზე თქვენი საკითხი არა ის ჩემი საკითხია რომან ურუას წინ ამისი მივე თვითონ არ მომბობს ამას თუ ხედავ რომ შენდება ვებერთელეს ხედავ რომ კარგი რა ეხლა გავუშვი მე თვითონით რა კაცო თქვენ გადით მაშინ გადაცემიდან და ვიტყვი აბა მე უნდა ვთქო მაშინ ხალხი მეტყვის იმას რომ მართალი არა ვარ შენდება ეს ვებერთელე რა უნდა მივიყვანო ხალხი ერთხელ ეს უნდა ვაჩვენო ხილების მუზეუმში როგორ უნდა ვაჩვენო რომან ურუას ღია ჭიშკარი ყველაფერი არავით არის შეიხედა ეზოში რას აკეთებს როგორ არის არ იკეთება ჭიშკარი არაფერი ამან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაჩერდი კაცო რა გინდა ეხლა თქვენ რა შვაში ხართ კაცო მე გეუბნებით რომ ხალხი ითხოვს ამას და ნუ იცავ თქვენ ასეთ იმას კაცო თქვენ რა შვაში ხართ თქვენ ღირსეული კაცი ხართ რომ ამას არ ლაპარაკობთ მაგრამ ის ხო უღირსია რომ თქვენი სახლის წინ ამას აშენებს ისევე როგორც აგერ მეფე დავითთან აშენებენ თამარს და რაღაც ისეთ რამეს როგორ შეიძლება ეგეთი რამე იმის გამო რომ ვიღაცა ხელისუფლებასთან ამ ქვეყანაში არის საჭირო ძალიან რისკიანი ნაბიჯებია გადასადგმელი სიცოცხლის ფასადაა დადგომა საჭირო მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ვაჟაფშაველა ამბობდა 20 კაცი და თვალებახილებული ხალხი 20 კაცმა უნდა შეძლოს რომ თვალებახილებული იყოს ხალხი და ამიტომ არის საჭირო ერთი მართალი ტელევიზია ოპოზიციური ტელევიზიები უბედურება სახელმწიფო ტელევიზია უბედურება ერთი ტელევიზია აი სწორედ ტელევიზია ქართული ივის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი რომან ურუა წინვალე გადაწყვეტილება ის რომ დღეს აი მივიღეთ ის რომ აი ქუჯის ფესტივალი და რაღაც ის წავიდეს და როგორც ინტელიგენცია იყოს
აქ დირექტორი არის ქალბატონი მედია აბაშიძე, ელენი აბაშიძე, რომიცა რეკომენდაცია მომწყინვალესმა პიროვნებამ და ქალბატონი მანანა იმედაძე კომპოზიტორი ყოველგვარი პოლიტიკისაგან თავისუფალი, ეხლა რო გავალთ აქედან დაგეთილი იქნება. ისინი შეწუხებულია ჩვენი ყველამ გადაცემის გამო, მაგრამ ეს არის მეცნიერთა კონგრესის დრო, მეცნიერთა კონგრესის დროში ჩვენ რასაც ლაპარაკობთ, ვაგებთ ჩვენ პასუხს, მე პირადად ჩემს ნათქვამზე, ყველა მეცნიერთა კონგრესი და ვისაც არ აქვს ასეთი მეცნიერთა კონგრესი, ვისაც არ უნდა დატოვეთ ჯობია, მაგრამ მეცნიერთა კონგრესი უნდა იყოს უკვე მებრძოლის სულის ორგანო, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევქმნით ყველანი ერთად იმ ტელევიზიას, რომელიც ყველა ოჯახში შევა, მეცნიერთა კონგრესი ახლა ამ ტელევიზიის პატრონი, ჩვენ შევქმნით იმას, რომ ესე იგი იქნება 21 სექტემბერს შეიკრიბება ძალიან კარგი შემა ხალხი დაინახავს ნათელ ადამიანებს, როცა ყველა რეგიონს თავის წარმომადგენელი და ყველა საზოგადოების ყველა ჯგუფს თავის წარმომადგენელი ეყოლება და ჩვენ ვიტყვით იმას, რომ აი წიგნი საქართველოს ინტეგრალური რესურსები, აი წიგნი ახალი განზომილება რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ, აი წიგნი რომელსაც სათაურად აწერია გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ჩვენი ხედვა და აი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რომელიც ამით უნდა დავამთავრო, როგორია მეცხრე პუნქტში საქართველოში კორუფცია და ნეპოტიზმი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად, რისთვისაც ქართულ კანონმდებლობაში აღდგენილი უნდა იქნას სამშობლოს ღალატის როგორც დანაშაულის შესახებ სპეციალური მოხმი. აი ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც კიდევ ერთხელ და მოდით ჩავამატოთ არჩევნებში მოსყიდვა და მანიპულაცია. ესეც მე ყველას მინდა ბატონებო, რომ ჩვენი ვიწყებთ მუშაობას ხილების მუზეუმზე, სადაც ის გვაქვს უკვე რას ფლობდნენ წარმომადგენლები იმის შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქაში. დღეს უნდა ვაჩვენოთ რას ფლობენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, გუბერნატორები, მერები, მთავრობის წევრები რას ფლობენ. თუ არაფერი არ აქვს, ერთმა ხელი მოუმართოთ და ტაში დაუგრათ. ჩვენ არაფერი არ ჩვენ დიდარი ხალხი გვჭირდება, მაგრამ დიდარი არ გვჭირდება, რომელიც ხვის ხარჯზე დიდდება. წადით ბიზნესში ბატონებო, იყავით ბიზნესში შექმენი, შეიძლება ხელისუფლებაში გამდიდრდე კაცო. შეიძლება რომ ხელისუფლებაში მოდიოდე, იმიტომ რომ ან გამდიდრდე, ან შენი სიმდიდრე შეინარჩუნო. ამისთვის შეიძლება მოდიოდე ხელისუფლებაში. მე ვიცი ძალიან კარგად ბატონო რომან და თქვენც იცით, ვინც შევარდნაძის დროს, უბრალოდ გეტყვით იმის დროს, გამსახურდიას დროს 4-5 კაცი ერთად, აი ბატონ თეგის დიხამიჯიასთან სხვებთან ლაპარაკობდით, თქვით რომ ამას რა უნდა გამსახურდიას გუნდში რა უნდა გამხალხო. ისინი დღესაც არიან გუნდში. ყველა ხელისუფლებას გაუძლეს იმათ. ესე იგი, შევარდნაძის დროს ვისაც მინისტრებს და იმას და აი ჭიათურ მანგანუზე მე ვლაპარაკობდი რომ კაპანაძეს რა უნდა მეთქე? ბანდიტები არიან მეთქე ესენი. კაპანაძე საბარგულში იმალებოდა თვითონ მითხრა. და შევარდნაძე მეორე შევარდნაძის ძმისშვილი საბარგულში იმალებოდნენ მე გუბერნატორი ვიყავი იმერეთის ტერიტორიაზე რომ შემოდიოდნენ. ესე იგი წარმოგიდგენთ შევარდნაძე პრეზიდენტია და შევარდნაძის ძმისშვილი გვარად შევარდნაძე და მეორე კიდე მისი მეგობარი ეს კაპანაძე. ესენი არიან ბანდი, ესენი მართავენ დღეს ყველაფერს. ესენი არიან დღეს თავიდან ბოლომდე ყველაფერს. მეშახტები რა დღეში არიან? მეშახტები რა დღეში არიან კი მხედავთ ამას. არავით არ უკან დახევა. იმ მუზეუმს რო ნახავს ხალხი. თუ ჩვენ ცოცხალი დავრჩებით ამ მუზეუმს გავაკეთებთ და ამ მუზეუმს უნახავს ხალხი. თუ მე კიდე ბიზნესზე ილაპარაკებთ, მე სააკაშვილზე ილაპარაკებთ და მე კიდე ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ჩვენ ყველას ჩვენ ვამბობთ, ბიზნესი ამანიშვილი ხაერი ვიჭირდება ქვეყანას, მაგრამ არა პოლიტიკაში. ყველანი საჭირო ვართ ამ ქვეყანაში და იმ ფორმულას უბრუნდები, რომელსაც ბატონი რომანი ამბობდა, რომ ისეთი ხელისუფლებაა საჭირო, რომელიც ამ პოლიტიკურ ნაგავს გადაამუშავებს უდანაკარგოდ. ეს არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ეს ხელისუფლება უნდა იყოს მარტივად ორი რამ უნდა გქონდეს. პირველი, შურისძიებით არ იყოს ქვეყნის შიგნით და ვალდებულებით არ იყოს ქვეყნის გარედან. აი ესაა მთავარი. დიდი მადლობა. ბატონმა რომელმა დაწერა დღეს აღარ ამას ხელი უნდა ჩამოართო რომ წავიკითხა. რევოლუცია იწყება დიდრებსა და ღარიბებს შორის და როგორც წესი ღარიბები იგებენ. ჩვენ ღარიბები არა ვართ, ჩვენ დიდრები ვართ. აი კარგადზე მოვიდა ბატონი რომანის გადაწყვეტილება. ჩვენ მოვედი, მაგრამ ყველაფრის არება არ შეიძლება, ქვეყანა უნდა დავალაგოთ. დალაგდეს. ქვეყანა რომანულობა უნდა ჩაუდგეს. მერე დალაგება უნდა ამას ყველაფერი. დალაგდება ყველაფერი, როცა მივხედავ. დიდი აბსო ომით არ დამთავრდება. ომი არ გვინდა ჩვენ. ჩვენ გვინდა ინტელექტუალური ომი. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, ბოდის გიხდით თუ ვინმეს რამე ეწყინა.